მოგესალმებით, ამ ვიდეოში მინდა გასწავლოთ, როგორ გავიგოთ, ვინ ნახულობს ჩვენ stories, ანუ ის 3 ადამიანი და 4 ადამიანი, რომელიც stories ბოლოში ჩანს, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ საჯაროდ ჩანდნენ იმ მეგობრების ერთად, რომლებიც ნახულობენ ჩვენ stories. აი, მაგალითად, ჩვენ stories რომ ჩავრთავთ და ქვემოთ გვაჩვენებს იმ 3 და 4 ადამიანს, ის ადამიანებიც გამოჩნდებიან სახელ და გვართან ერთად, გამოჩნდება ჩვენ მეგობრების ერთად. მოკლედ, ამისათვის უნდა გავააქტიუროთ პროფესიონალური რეჟიმი, ანუ პროფესიონალური რეჟიმი არის ის, რომ ყველანაირი ინფორმაცია გავიგოთ ჩვენს Facebook-ის შესახებ, დეტალური ინფორმაცია. ამისათვის უნდა გადავიდეთ ჩვენს პირად Facebook-ის გვერდზე. შემდეგ უნდა დავაჭიროთ 3 წერტილს და შემდეგ უნდა ავირჩიოთ პროფესიონალური რეჟიმის ჩართვა. აი აქ არის, თქვენ და შეიძლება ბოლოზე იყოს, ან მესამეზე. დავაჭიროთ მასზე, აქ უნდა მივყვეთ ინსტრუქცია, ჩვეულებრივად უნდა დავაჭიროთ ჩართვას, ამ ყველაფერს უნდა დავეთანხმოთ. ვაჭერთ ჩართვის ღილაკს. შემდეგ გადავდივართ შემდეგ მენიუზე, აქაც ანალოგიურად ვეთანხმებით, ვაჭერთ შემდეგს, შემდეგ ისევ აქაც ვეთანხმებით და ვაჭერთ შემდეგს, შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს ინფორმაციები და უფრო დეტალურად გაიგოთ. აქ ვაყენებთ საჯაროზე, ამ შემთხვევაში მე საჯაროზე დავაყენებ, თქვენ შეგიძლიათ დაიჭროთ სასრუველი და შემდეგ ისევ ვაჭერთ დადასტურებას, ამ ყველაფერს ვეთანხმებით. ნუ აქ არის სრული ინფორმაციები, თუ ასკროლებით რა შეგვიძლია, რა არის ეს ყველაფერი, აქ არის აღწერილი და გადავდივართ შემდეგზე. ამ ჩარჩოს გავთიშავ, არ მინდა რომ გამოჩნდეს პროფესიონალური რეჟიმი და მორჩა უკვე გავააქტიურე. აქაც დავაყენებ სრულს ხმა მივაწინო უფრო მეტ ადამიანს, მე ამას ავირჩევ და ვაჭერთ განახლებას. მორჩა, გადავედით უკვე. ამის შემდეგ, როცა ამ ყველაფერს გავააქტიურებთ, შეგვიძლია ნახოთ უკვე ჩვენი Facebook-ი როგორ გამოიყურება, მეგობრებში დამატების ნაცვლად, ანუ მეგობრებში დამატების ღილაკის ნაცვლად ჩვენ გამოგვიჩნდება უკვე დაფოლოების ღილაკი უცხო ადამიანებისთვის და თუ საერთო მეგობრები ყავს, უკვე მეგობრებში დამატების ღილაკი მათ გამოგვიჩნდებათ. ანუ უცხო ადამიანებისთვის ესე გამოჩნდება ჩვენი Facebook-ი, აქ დაეწერება გამოწერა. ხოლო რაც შეეხება stories, როცა ჩვენ stories დავდებთ და უკვე ნახავს ის ადამიანების, რომლებიც არ ჩანს, ის ადამიანების გამოჩნდებიან იმ მეგობრების ერთად, რომლებიც არ ჩანდნენ აქამდე და იყვნენ 3 და 4 ადამიანი. მოკლედ, სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ არხი.